მოგებებზე, მოსაზრებებზე და წინააღმდეგობაზე. მადლობა მათ მოსვლისათვის. მოგესალმებით, ჩვენ ვართ მაისის სტუდენტური მოძრაობა. პირველ რიგში საუბარი უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, სოლიდარობით ყველა დაკავებულის მიმართ. სოლიდარობა მზია ამ მაღლობელს, რომელიც უკვე 24 დღეა შიმშილობს და სოლიდარობა ყველა მოშიმშილეს. ეს რაც ხდება, ეს არის სწორედ ამ სისტემის სახე, რომელიც ცდილობს, რომ სწორედ ესეთი ფიზიკური სახით გატეხოს, შეაქციროს და შეაფერხოს ეს წინააღმდეგობა. ფიზიკური სახით, რაც გულისხმობს ჩვენს დაკავებას, დასახიჩრებას. დღეს ხედავთ, რომ დაკავებულებს შორის უმრავლესობა არის სტუდენტი. ამიტომ მათი თავისუფლება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იმიტომ რომ ხედავთ, რომ ამ სტუდენტებს ართმევენ მომავალს, ართმევენ ახალგაზრდობის წლებს და ცდილობენ, რომ ეს წინააღმდეგობა ამით გატეხონ. ამიტომ დაკავებულების გათავისუფლება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბრძოლა ჩვენი თანასწორი საზოგადოებისთვის გაგრძელდეს მათ მხარდამხარ. ჩვენი დღევანდელი საუბრის მთავარი თემა იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური წინააღმდეგობა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ პროცესებზე, ჩვენ დღის წესრიგში ვაყენებთ ასევე იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს სტუდენტებს გვაქვს წართმეული. ეს არის სტუდენტური საცხოვრებელი, ეს არის სტიპენდიების გაზრდა და ეს არის ხელმისაწვდომი განათლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოთხოვნებში უნდა ვიყოთ უფრო მეტად კონკრეტულები, რადგან როდესაც ვითხოვთ და ვერთიანდებით ამ ორი ძირითადი მოთხოვნის გარშემო, რაც გულისხმობს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას, ეს პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნები თავისთავად გადის და გულისხმობს ეკონომიკურ მოთხოვნებსაც. ამიტომ ჩვენი სტუდენტური სტატუსიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოვადგენთ სტუდენტურ მოძრაობას, ის რომ დღევანდელი პროცესის მთავარი ძალაც არის სწორედ სტუდენტებში, ამიტომ მიგვაჩნია, რომ სტუდენტებმა პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ იმაზე, იმ სოციალურ მოთხოვნებზე, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს წართმეული. ამიტომ ვართ უფრო მეტად კონკრეტულები და მკაფიო ამ მოთხოვნებში. კონკრეტულები უნდა ვიყოთ იმაზე საუბრისას, როდესაც ვსაუბრობთ ასევე და ვამბობთ, რომ გვინდა ამ ხელისუფლების შეცვლა, რადგან თავისთავად თანხმდებით და ვიზიარებთ ყველა. თუმცა უნდა ვისაუბროთ იმაზეც, აი ამ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, როგორ საზოგადოებაში გვინდა ჩვენ ცხოვრება. ჩვენ როდესაც ხედავთ, რომ აი ამ სისტემური ძალადობის, დასახიჩრების, შიმშილის, უსაფკარობის, უბინაობის ფონზე ძალიან რთულია, რომ საზოგადოებას მიეცეს გარანტია იმის, რომ ეს ერთი მთავრობის თუ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში რომელიმე მათგანი გაატარებს და დღის წესრიგით დააყენებს ამ სოციალურ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენ გვჭირდება. გამარჯობათ, მეგობრებო. რაღაცებს დავამატებ მარიამის საუბარს. როგორც იცით, ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავიკავეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო. და საინტერესო ფაქტია ის, რომ დღეს ვართ საზოგადოებრივ მაუწყებლობთან. ხო, ეს ის არხია, რომელმაც აი დაცვის მიერ და ნაქირავები და გაურკვეველი პირების მიერ ბარიკადები ჩამონგრევა, გააშუქა როგორც სტუდენტების დაპირისპირება. და თითქოს ისე მოხდა, რომ უკმაყოფილო სტუდენტებმა დაანგრიეს ბარიკადები, რომ შესულიყვნენ და დაეწერათ გამოცდები, ხო? რაღაცა არც ერთი კადრი არ აუღიათ, რეალურად რაც მოხდა იქიდან, ვფიქრობ, რომ თქვენმა უმრავლესობამ ნახა ეს კადრები და იქ კარგად ჩანს, როგორ შემოდიან წინა პლანზე ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები, შემდეგ ვიქტორია სეკიურიტის ფორმაში გადაცმული ადამიანები და ასევე რაღაცა შაო ცოტა შეუმჩნევლად ფორმაში და უცნაურად მოქმედი ადამიანების, რომლებიც პროვოკაციულად შემოვიდნენ მაშინ.
ხო და სწორედ აქ ჩანს ხო რა სიმართლესაც აწოდებს საზოგადოებრივი აუწყებელი ხალხს და ვის წინააღმდეგა ვართ ჩვენ შეკრებილად. რაც შეეხება ხო ჩვენი მოთხოვნები იყო აი ამ პოლიტიკურ და სამართლებრივ მოთხოვნებთან ერთად, რომელიც თავისთავად პროტესტის გულია და წარმმართველია, ეს არის ის, რამაც გამოიყვანა ამდენი ხალხი ისი მომსწრენდის ჩვენ გავხდით, ხო? ვეცადეთ, რომ აი ამ კონკრეტული რაღაცა ფუნქციის შემზღუდავი წინააღმდეგობის პრაქტიკებით გვეჩვენებინა, როგორ ხდება რეალური სტუდენტური გაფიცვა, ხო? ჩვენ ვიცით, როგორ ხდება შრომითი გაფიცვა, როგორ ხორციელდება თავისთავად შრომელის გამოუცხადებლობა ან სამუშაო ადგილზე არ შესრულება თავისი სამსახურის წარმოადგენს პრობლემას. და ამით იზღუდება რაღაცა ეს კვლავ წარმოება ბიზნესის. ხო, სტუდენტურ შემთხვევაში როგორ არის? იმ შემთხვევაში, როდესაც დავუშვათ, ავიღოთ 22,000 კაციანი სტუდენტიანი უნივერსიტეტი, როგორც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადღაც 10,000 სტუდენტი ვთქვათ, არ მიდის მთელი სემესტრის განმავლობაში ლექციებზე. ხო, აქ ჩვეულებრივად გრძელდება ლექციები, შეიძლება ეს იყოს ონლაინ გაგრძელდეს სემინარების ლექციების თავისთავად, თუმცა როდესაც გამოცდა მოაწევს, აქ უკვე დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ დგება ის თუ რას ვაკეთებ. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება გამოცდაზე, მას უდგება რიგი სოციალური პრობლემების, ხო? რაშიც იგულისხმება ის გადასახადები, რის გამოც სტუდენტები შრომობენ ფეხებზე იდგამენ, რომ რაღაცა საგანი არ შეეტენოთ და არ მოუწიოთ ზედმეტი თანხის გადახდა იმაში, რაც ისედაც უჭერთ, ხო? და სწორედ ამას ეხმიანებოდა ის მოთხოვნებიც, რითიც ჩვენ შევედით, ხო? აი ეს მძიმე სტუდენტური სოციალური ყოფა ასევე მათ არამხოლოდ ხელს უკრავს და პორტფელს ადებს იმაში, რომ თვითონ უნივერსიტეტში დააფიქსირონ რაღაც საკუთარი პოლიტიკური მოსაზრება და ამით ეცადონ, ამის შეცვალონ. არამედ ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ჩვენ შიგადაში ხშირად საერთოდ ვერ ვხედავთ ხოლმე აი მთავარ პროტესტში და თბილისის ქუჩებში, რუსთაველის განცდებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის მიზეზი არის სწორედ ეს სოციალური პრობლემები, ხო? ისინი მუშაობენ, ვალები აქვს, ისე როგორც რიგი შრომელებს, ხო? სტუდენტი არ უნდა ვიქვა დღეს როგორც მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში დადის, სწავლობს და მხოლოდ ეს არის მის საქმიანობა, ხო? ამავდროულად სტუდენტი არის მშრომელი, ხო? მოთხოვნილი შრომითი ბაზრისგან, რომ ის ჩამოვიდეს რეგიონიდან და რაღაცა აი ამ შრომელთა არმიას შეემატოს და გაამდიდროს, ესე რომ. და ამ დროს თვითონ რჩება რაღაცა მძიმე შრომითი ექსპლუატაციის ჯაჭვში ჩაბმული, რომელიც არ აძლევს არაფრის საშუალებას, გარდა იმისა, რომ იმუშაოს, ისწავლოს და ძლივს ეყოს, მოკლედ აი ეს მიღებული ფული. და აქ უკვე იქნება რიგი პრობლემები, ხო? აი ეს ეკონომიკური ბაზისი, ეს სოციალური გაუცვლელობა, შეგვიძლია დავარქვათ ასე, არის სწორედ ის მიზეზი, რაც ხელფეხს უკრავს ხალხს, ხელფეხს უკრავს და იმედს ართმევს, ხო? ჩვენ ჯერ კიდე გამოვდივართ, ხო, ქუჩებში და კიდე გამოვალთ დიდი ხანი, რადგან ვართ რაღაც კატეგორია ისეთი საზოგადოების, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რაღაცა მოცალეობა, აქვს ზეგინდელ დღეზე ფიქრის საშუალება. მაგრამ ამ ქვეყანაში მე შემიძლია ვთქვა, ვივარაუდებ და ვიტყვი, რომ მოსახლეობის ალბათ სრულ უმრავლესობას არ აქვს იმის მოხდინება, რომ ზეგინდელ დღეზე იფიქროს. ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე. აბა ხვალ რა მოხდება, ხო? ზეგინდელ დღეზე რომ ვფიქრობ, სწორედ მაგიტო ვართ აქ ჩვენი ევროპული მომავლის დასაწყისი, ხო? და ეს ევროპული მომავალი ჩემი განმარტებით კიდე კარგად არ არის ფორმულირებული, ხო? უნდა აღნიშნოთ, რომ ეს არის რიგი სოციალური დაცულობის რაღაცა მექანიზმები, რომელიც მაგალითად ევროპელ შრომელებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ნორმალური გაფიცვა მოაწყონ, რომელიც არის კმედიტიკა, რომელსაც მართლაც ძალა გააჩნია, მათ აქვთ რაღაცა უმუშევრობის დაზღვევა, რომელიც ასევე აზღვევს რიგი შიშებისგან, იმ შიშებისგან, რომელიც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია, მაგალითად ის, რომ აი ამ ჩემი პოლიტიკური მოსაზრებების გამო სამსახურიდან დამითხოვონ, მე რა გავაკეთო. ერთი თვის მერე რო ვერ ვიშოვო სამსახური,
რჩება, ნუ შენ თვითონ რჩები ხო ჯერ უსმარუჩქერი და ჩვენს უკან კიდე ოჯახები დგანან რომლებიც ასევე ჩვენსავით არიან ექსპლუატირებული, აქ არის ვალები, დღეს რა ვიცი, მოსახლეობა უპრეცედენტოდ არის გავალიანებული, ისე როგორც არასდროს არ ყოფილა საქართველოში, ხო? და ეს რიგი სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, სწორად ის ბაზისი, რაზეც დგას ჩვენი აზრით პოლიტიკა და სამართალი, ხო? სამართალი და ის კანონები, ხო, რაც აი გუშინ მაგალითად დაინიცირდაახლები. აი ეს სოციალური დაუცველობა, სწორად ეს სოციალური დაუცველობაა, რომელიც რაღაცნაირად ფაქტობრივ ლეგიტიმაციას აძლევს ამ კანონებს, ხო? ჩვენ ისევ გვიჭერენ, ჩვენ ისევ არ აგვაქვს შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ, დღისით იძულებულები ვართ, რომ ვიყოთ სამსახურებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ეს რაც არ უნდა და დრაკონული კანონები იყოს, მაინც მუშაობს, ხო? ჩვენ წინააღმდეგ, ანტისახალხოდ, სახალხო ინტერესის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც მუშაობს, ხო? და ამოსავალი წერტილი და ესე რომ ვთქვათ, გამოსავალი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ აი ამ პროტესტის გზის წარმართვას, ხო? არის ძალიან კონკრეტული, რაც სწორედ ამ ეკონომიკურ ბაზისს ეხმიანება, ხო? აი ამ ეკონომიკური ბაზისის და ამ ხელშეკრულობის ბრალია ის ამბავიც, რომ სისტემამ რამდენიმე დღის წინ მოკლა ადამიანი, რომელიც იყო დევნილი და ითხოვდა სახლს. ამავდროულად ჩვენ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს პროტესტი ქალაქში, სადაც ჩვენ ვიტყობთ ევროპულ მომავალს, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშნავს და აი ამ უსამართლოდ დაჭერილი ადამიანების, რომლებიც ტყვეებად არიან აყვანილები, ხო? და ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რომ აი რატო არ გამოდიხართ, სად ხართ? ამ ადამიანებს რაღაც უკრავს ხელფერს, ხო? ზუსტად ის რაღაც, რამაც ზამირ კვეკვესკირს მოაკლევინა თავი, ესე რომ ვთქვათ. იგი არის მოკლული და არა სუიციდის მსხვერპლი, ესე რომ ვთქვათ. და სწორედ ამ ეკონომიკურმა დღესასწაულმა, რომელიც არის წარმოებული ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია, ხელფეხი შეუყარა, გააღარიბა, გაასაცოდავა ამ ქვეყნის მოსახლეობა და გახადა უსუსური პოლიტიკური და სამართლებრივი დღესასწაულის წინაშე, რომელსაც გაუმყარა და დააშენა რაღაცა უშველებელი, ტირანული სახელმწიფო ქართულმა ოცნებამ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ განმეორდეთ, რომ თავისუფლება უკანონო დაკავებულებს. რეალურად ეს ხალხი, რომლებიც არიან დღეს დაკავებულები, ისინი არ არიან მსხვერპლი ივანიშვილის რეჟიმის, ეს ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების მოქალაქეები, რომლებსაც სურთ და ჭირდებათ რაღაც ესეთი ტიპის ცვლილებები, რაც ცვლილებებიც მათ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. შესაბამისად, როდესაც ხედავთ ამდენ დაკავებულს, როდესაც ხედავთ ხალხის იმ მასას, რომლებიც დღეს ქუჩებში გამოდიან პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნებით, ხო? ეს შეეხება ხელახალ არჩევნებს და ეს შეეხება დაკავებულების გათავისუფლებას. და ძირითადად ჩვენი წინააღმდეგობის პოლიტიკური ენა შემოიფარგლება სწორედ აი ამ მოთხოვნებით, ხო? მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვესმოდეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ თუ როგორ ფუნქციონირებს ზოგადად საზოგადოებები. ხო, ეს საზოგადოებები არ არის რაღაც ერთფეროვანი, ეს საზოგადოება არ არის მხოლოდ პოლიტიკური შინაარსით, ეს საზოგადოება არის პირველ რიგში და პირველად ეკონომიკური მნიშვნელობის. გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტორები არის დაკავშირებული სწორედ სამართალთან, პოლიტიკასთან და რაც რეალურად აქტიურად არ ისმის, მაგრამ რის შემოტანასაც პროცესში ვცდილობთ, რაზეც მუდმივად საუბრობთ, არა მარტო ამ პროცესში, რასაც დღეს ჩვენ უყურებთ, არამედ უკვე 3 წელი არის ეს პირველ რიგში ეკონომიკური ურთიერთობები და ეკონომიკური მოთხოვნები. და ეს ეკონომიკური მოთხოვნებიც არ არის აბსტრაქტული. როდესაც ჩვენ აქ მოვდიოდით, ანუ თავარი რამ, რაზეც გვინდა გვესაუბრა, ეს იყო ეკონომიკური წინააღმდეგობის მნიშვნელობა პოლიტიკური წინააღმდეგობის პროცესში. ჩვენ მუდმივად, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ვაწყდები მთელ რიგ რაღაც პრობლემებს, რომელიც ძირითადად ეკონომიკურს და პოლიტიკურს განიხილავს როგორც განცალკევებულ, ასე ვთქვათ, სისტემურ წესრიგებად, რომელიც ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
და შეგვიძლია მარტივად შევაბრძოლოთ თქვათ, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი სამართლებრივი და პოლიტიკური წესრიგი ეფუძნება ისეთი ტიპის ეკონომიკური ურთიერთობებს, რა ეკონომიკური ურთიერთობებსაც სჭირდება მაგალითად დაკავებულები, სჭირდება არჩევნების თუნდაც გაყალბება, სჭირდება ასე ქუჩებში ძალადობა, ცემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა არის ეს ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვთავაზობთ ესეთი ტიპის სამართლებრივი და პოლიტიკური წესრიგს. მისი იდენტიფიცირება შეგვიძლია თქმა უნდა მარტივად, ხო? კონკრეტული ჯგუფებზე თუნდაც დაკვირვებით. და ზოგადად დაკვირვებით საკუთარ ცხოვრებაზე, იმ ცხოვრებაზე, რა ცხოვრებაზე ჩვენ თითოეული ჩვენი ყოველდღიურად ვარ ჩართული. ეს არის ცხოვრება, რომელიც ცენტრალურად აყენებს თითოეული ადამიანის ფიზიკური გადარჩენის შესაძლებლობას. ჩვენ თალსაღად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია არის დამოუკიდებლობის ისტორია, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები უბრალო მშრომელი ადამიანები საკუთარი ფიზიკური გადარჩენისთვის აწარმოებენ და საბამ აღნიშნა, რომ ამ პროცესებში სტუდენტები სწორედ აი ამ ეკონომიკური კლასის წარმომადგენლები არიან. მშრომელები არიან, რა თქმა უნდა თავის სტატუსთან ერთად, ხო როგორც სტუდენტები. ეს სტუდენტი თავისთავად ნიშნავს მშრომელთა კლასის წევრობას. იმიტომ რომ შეუძლებელია დღეს ისწავლო, თუ შენ არ დათანხმდები დაბაკვალიფიციურ შრომას, რომელიც არის ამავდროულად დაბალანსებაურებადი, შენ არ დათანხმდები იმ რეალობას, სადაც შენ არ იქნება საერთო სტუდენტური საცხოვრებელი, შენ არ დათანხმდები რეალობას, სადაც არ იქნება ღირსეული სტიპენდია და მოგიწევს იმისთვის, იმ ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლა, რომ სწორედ აი ეს საშუალებები, რომელიც შენ გაკლია და რომელიც შენი არსებობისთვის აუცილებელია, უბრალოდ მოიპოვო და ამ მოპოვებაში იყო ყოველდღიურად ჩართული. შესაბამისად, როდესაც ხედავთ და ვაიდენტიფიცირებთ ჩვენ სტუდენტს, არა მარტო სტუდენტს, არამედ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას, როგორც კონკრეტული ეკონომიკური კლასის წარმომადგენელს, ეს ეკონომიკური კლასია ის, რომელიც ჩართულია ამ ტიპის სამართლებრივი და პოლიტიკური მოთხოვნების პროცესში, რასაც დღეს ჩვენ საზოგადოებაში ვხედავთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აი ამ პროცესმა, რომელიც მიმდინარეობს უკვე ორთვეზე მეტია, უფრო აქტიურად მიიღოს ისეთი სახის ეკონომიკური მოთხოვნები, რომელიც აი ამ პროცესში მონაწილე მშრომელი ადამიანების ყოველდღიურობას, სტუდენტების ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. ამიტომაც მაისის სტუდენტური მოძრაობა მუდმივად ორიენტირებულია და საუბრობს სტუდენტებზე, როგორც კონკრეტული ეკონომიკური კლასის წარმომადგენლებზე, დამადროულად ჩართულია ყველა ისეთი ტიპის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინააღმდეგობაში, რომელიც პირველ რიგში და კონკრეტულად ითხოვს იმას, რაც თითოეულ ჩვენ გვჭირდება. და ეს რაც ჩვენ გვჭირდება არის უკეთესი ცხოვრება. და რა არის ეს უკეთესი ცხოვრება? ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული ცნება. ეს არის კონკრეტული ხელშესახები, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურობაში დავინახავთ, ვიგრძნოთ და შემდგომში თითოეული ჩვენგანის ორგანიზება, წინააღმდეგობა სწორედ გამაგრებული იქნება აი ამ ეკონომიკური და სოციალური დაცვის მექანიზმებით, რომელიც დღეს ჩვენ არ გვაქვს და ამ პროცესში უნდა მოვიდოდეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არა მარტო ვართ მშრომელები, არამედ ვართ სტუდენტები. აი ამ სტატუსის და შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში ვაყენებთ კონკრეტულ მოთხოვნებს. ეს არის საერთო სტუდენტური საცხოვრებელი სტუდენტებს, სტიპენდიების გაზრდა საცხოვრებელ ხელფასამდე და უფასო განათლების სისტემა, რომელიც ფუნდამენტურად გადაჭრის იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ჩვენ საზოგადოებაში არსებობს. და რა არის სამადლოვანო თავი? თავი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება როგორც ხელმისაწვდომი განათლება, ასევე ჩვენ გვჭირდება უკეთესი სოციალური წესრიგი. და ამ უკეთესი სოციალური წესრიგის მოთხოვნის შესაძლებლობა არ იქნება არასდროს, თუ მას ჩვენ დღეს ერთად სოლიდარობით და წინააღმდეგობით არ დავაყენებთ დღის წესრიგში. ამიტომაც პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნები და სამართალი და პოლიტიკა განპირობებული არის სწორედ აი ამ ეკონომიკური ურთიერთობებით. და ჩვენი წინააღმდეგობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მუდმივად ითხოვს ისეთი სახის წინააღმდეგობის პრაქტიკებს, როგორც იქნება ამ გაფიცვა, ან იქნება რაღაცის სივრცეების დაკავება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომელსაც ჭირდება დაცულობის მთელი რიგი მექანიზმები. და ეს მექანიზმები, რომელიმაც ჩვენ უნდა მიგვაღწევით დროს პოლიტიკურ მიზნებს, დღეს ჩვენ საზოგადოებას არ აქვს. ამიტომაც ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნებს ჭირდება უფრო მეტად გაძლიერება, გაღრმავება და შევსება. ამიტომაც ეს ეკონომიკური მოთხოვნები დღის წესრიგში დაყენება და შემოტანა არის აუცილებელი
გადაუდებელი და იმ პრაქტიკული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური მიზნების მიღწევის ფუნდამენტური საშუალება, რაც კიდევ ჩვენგანაც მოყავართ აქ პირველი არქის ეთერში, ეთერში ძალიან კარგი იქნებოდა ამასაც გარწმუნებული ვარ, ეტაპობრივად, სწორედ აი ამ წინააღმდეგობის პრაქტიკულებს ვივახსებ, ამავდროულად ვიყავართ რუსთავაზე, თუ ქალაქის სხვადასხვა წერტილებში, სადაც ჩვენ გვინდა რომ განმოვხატოთ ჩვენი ესე ვთქვათ, უკმაყოფილება წესრიგის მიმართ, ჩვენი სახალხო უკმაყოფილება იმ თუნდაც იმედის აწმევის წინააღმდეგ, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებით ქართულ საზოგადოებას სთავაზობს, მაგრამ მას არ აქვს არაფერი ახალი, რაც შეიძლება ამის სანაცვლოდ შესთავაზოს, ხო? რა შეიძლება იყოს ეს? ეს შესაძლებელია იყოს სწორედ ის, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ. ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება საზოგადოების, რომელიც უფრო მეტად, უფრო მძლავრ პოლიტიკურ წინააღმდეგობის სუბიექტად უნდა გადაიქცეს. ჩვენს პროტესტს დღეს ეს აკეთებს, ეს საახალწლო, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რო გვაკლია, ეს მუდმივად ესე იქნება. არა. ეს შესაძლებელია შეიცვალოს. და ამის შეცვლის კონკრეტული პრაქტიკული წინააღმდეგობის საშუალებების არსებობს. მაგალითად, რასაც მაინც სტუდენტური მოძრაობა რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე. ჩვენ ვესმის, რომ სისტემა ფუნქციონირებს, მაგალითად, რაც სატრანსპორტო, ბიუროკრატიული, ფინანსური, ცოდნის წარმოების ნაკადები, ხო? რომელიც თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის რაღაცა სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა ინსტიტუციაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გსურს, რომ მივიღოთ პოლიტიკური ცვლილება, ჩვენ თუ გსურს, რომ მივიღოთ სოციალური ცვლილება, ჩვენ თუ გსურს, რომ მივიღოთ ეკონომიკური ცვლილება. პირველ რიგში, როგორც აქამდე ვისაუბრეთ, ის წესრიგში უნდა დავაყენოთ შესაბამისი თეორიულად გამართული მოთხოვნები და ამავდროულად უნდა ვეცადოთ, რომ სისტემის მაფუნქციონირებელ ყველა ამ ნაკადს და წარმოების საშუალებებს შეექმნას პრობლემა, ხო? მაგალითად, როდესაც მაინც სტუდენტური მოძრაობა იკავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეს, ხო? და ის კონკრეტულად არის საგამოხატო ცენტრი. ეს ნიშნავს, რომ სისტემაში, განათლების სისტემაში ცოდნის წარმოების პრობლემა ჩნდება. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ანუ განათლების სისტემა, რომელიც დღეს ძირითადად ფუნქციონირებს საბაკო პრინციპზე, ანუ ის მაგალითად სტუდენტს უყურებს როგორც დასაკრედიტებულ სუბიექტს და მისგან ამოიღოს რაღაც მოგება, ის უბრალოდ შემდგომში იზღუდება ამ პროცესში და მას არ აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, რომ ფინანსურად იყოს ძლიერი და ამავდროულად მან გააგრძელოს იმ ცოდნის წარმოება, რაც უნდასაც აწარმოებს, ხო? ამიტომაც რა მოთხოვნები იქნება ის წესრიგში, რაც აერთიანეს ზოგადად იმ სტუდენტობას, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობს, და არა მარტო სტუდენტობა, რა სტუდენტების უკან მდგარ ოჯახებს, ხო? ეს არის საერთო სტუდენტური საცხოვრებელი, ეს არის სტიპენდიები და ეს არის უფასო განათლება. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობ, რომ აი ამ ფართო პოლიტიკურ და სახალხო წინააღმდეგობა იმ შემთხვევაში იქნება მოქნილი და იმ შემთხვევაში ექნება კონკრეტული ხელშესახები პოლიტიკური თუ სამართლებრივი ცვლილების პოტენციალის და შესაძლებლობას, თუ ერთი მხრივ ჩვენ რაღაც აი ამ ტიპის ლეგალისტური წინააღმდეგობის პრაქტიკებს ამ შემთხვევაში შევცვლით და დღის წესრიგში დავაყენებთ ისეთი სახის ეკონომიკურ მოთხოვნებს, რა ეკონომიკურ მოთხოვნებს, რომ აი ეს სტუდენტურმა მოძრაობამ დღის წესრიგში დააყენა და ის ცდილობს, რომ მაგალითად მას ხდეს უფრო მეტი საზოგადოებრივი ხარჯები. ამიტომაც ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური მოთხოვნა მიიღოს პროტესტში. და ძალიან ერთ მნიშვნელოვან მაგალითად მოვიყვანთ, იმიტომ რომ დღეს რაღაცნაირად საზოგადოებაში ეს წინააღმდეგობა, რომელიც მაგალითად აღმოსავლეთ ევროპაში სებედის მაგალითად ხდება, ანუ არის საკმაოდ დიდი ახიური შედეგი და მეტიც რაღაცნაირად გადმოკოპირება ხდება ამ წინააღმდეგობებს, ხო? არსებითად უნდა ვთქვათ, რომ მისი გადმოკოპირება შეიძლება მოგვიტანს, მაგრამ მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ის პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც დღეს სტუდენტებს, არა მარტო სტუდენტებს, ის წესრიგში აქვს აი ამ ქვეყანაში დაყენებული. ამავდროულად გაძლიერებული არის იმ ეკონომიკური მოთხოვნებით, რომელიც მათ ზურგს უმაგრებს. და რა არის ეს ეკონომიკური მოთხოვნა? ეს ეკონომიკური მოთხოვნა პირველ რიგში არის, რომ ისინი ითხოვენ საგამართლო სისტემის დაფინანსების ცვლილებას. 20%-იან ზრდას განათლების სისტემაში, რომელიც შემდგომში უნდა დაფინანსდეს სტუდენტების სოციალური გაძლიერებით, მათი ასე ვთქვათ, კვლევითი საქმიანობის დაფინანსებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ რა ხდება?
ხდება ის, რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, პოლიტიკური პროცესი ითხოვს პოლიტიკურ ცვლილებებს, მაგრამ ამავდროულად პარალელურად ეს პოლიტიკური ცვლილებები გაძლიერებულია იქ ეკონომიკური მოთხოვნებით, რომელიც ახლა და ამჟამად ამ წინააღმდეგობით ჭირდება. ამიტომაც ჩვენ რა თქმა უნდა ამ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად ბოლო ვერ გამოგვაყოფილებს, მაგრამ გვაძლევს რაღაცები წინააღმდეგობის მეთოდს. ეს წინააღმდეგობის მეთოდი არის ის, რაღაც ეხლა ჩვენ ვცდით, ხო? წინააღმდეგობის მეთოდი, რომელიც ჩვენ აი ახლა და ამჟამად როდესაც უკვე პოლიტიკური ცვლილება მჭირდება, გვეუბნება და გვაჩვენებს თუ როგორი ტიპის სახელმწიფოებრივი მოდელი მჭირდება. ანუ რა არის ის სახელმწიფო და როგორი სახელმწიფო უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ცვლილება, რომელსაც ჩვენ მივახცევთ აუცილებლად, იყოს ქმედითი, მოქნილი და ის წესრიგში და თავისთავში ატარებდეს იმ სახალხო და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინტერესს, რომელიც დღეს პროტესტს ყველაზე მეტად ჭირდება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ პროტესტი იყოს კიდევ უფრო მეტად კონკრეტული და კიდევ უფრო მეტად მეტყველი, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. და ეს მეტყველების ენა, რა თქმა უნდა, გადაითარგმნოს და კონსოლიდირდეს აი ამ ასეთი ტიპის მოთხოვნებში. ჩვენ აბსოლუტურად სოლიდარულები ვართ და პირიქით ჩვენ აი ამ წინააღმდეგობის შესაძლებლად საზოგადოების შარტულები ვართ, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს არა იმიტომ რომ ქართულ ოცნება არჩევნებით გაახარდა. არა მარტო იმიტომ რომ ქართულ ოცნება თავის მოქალაქეებს იძლევა, არამედ ახალი არჩევნები საზოგადოება ჭირდება იმიტომ, რომ აი ეს არის ის მთავრობა, რომელიც ამ ქვეყანაში უთანასწორობა აწარმოებს. ეს არის მთავრობა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობა გაავალია. ეს არის მთავრობა, რომელმაც ის სიღატაკე, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში არსებობს, მისი წარმოების მთავარი პოლიტიკური სუბიექტი, ხო? მაგრამ ამავდროულად ჩვენ არ დაძლევთ, რომ აი ამ პროცესში და აი ამ პოლიტიკური ცვლილების პროცესში, ხო? ჩვენ მივიღებთ ზუსტად ისეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წყობილებას, რაც საზოგადოებრივი წყობილება ჩვენს ფუნდამენტალურ ინტერესებში. ამიტომ სწორედ აი ამ პროცესში და აი ამ ცვლილების გარდამავალ ეტაპზე და გარდამავალ პროცესში უნდა დადგეს უფრო მამაზლა, აბიოდ, რომ დიახ, ჩვენ გვჭირდება ყველების გათავისუფლება, ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები და ამავდროულად ჩვენ გვჭირდება, კონკრეტულად ჩვენ, სტუდენტებს, საერთო სტუდენტური საცხოვრებელი, სტიპენდიების გასცდა ღირსეულ საცხოვრებელ ხელფასამდე და უფასოს განათლების სისტემამდე. მარიამი ახსნის კიდე უკეთესად კონკრეტულად თუ ვინ არის დღეს სტუდენტი. ვახსენეთ აი ეს განათლების დაფინანსების წესი, ხო? და რაღაც დავამატებ. საბამი საუბრა, რომ სტუდენტი ეს უნივერსიტეტისთვის ახმლი არის როგორც კლიენტი, რომელიც მოდის, იხდის რაღაცას, შენ მისგან მოგება რჩება და მერე მიდის და თავის გზას აგრძელებს, ხო? ეს ახმა რაღაცნაირად ქართველი ადამიანისთვის არის უცხო, იმიტომ რომ უნივერსიტეტი პირველ რიგში არის რაღაცნაირი შენ ცნობიერების გამომზრდელი, ხო? ნაცნობიერებას მიყვება შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხო? მაგალითად ისეთი უნივერსიტეტი, როგორც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რესპუბლიკაში პირველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის განათლების დაფინანსების ის წესი, რომელიც დღეს გვაქვს, ამას ეწოდება განათლების დაფინანსების ვაუჩერული წესი, ხო? გულისხმობს სწორედ ამას. თუ დავაკვირდებით, ნახავთ, რომ სახელმწიფოსგან უფრო მეტად და ზოგადად დაფინანსებული არის ის ფაკულტეტები და ის მეცნიერებები, რომლებიც არის უფრო მოთხოვნადი, ხო? მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობები, იურიდიული ფაკულტეტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და როცა შევხედავთ მეცნიერული კუთხით, რა შეიძლება მართლა მნიშვნელოვანი იყოს. მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი მეცნიერება, რომელიც ფილოლოგიის სტუდენტებისთვის არის არმენოლოგია. აი ამ აგენტების კანონმა, ხო? ეგრეთ წოდებულმა რუსულმა კანონმა გააკეთა ის, რომ ასეთ მეცნიერებებს, რომლებიც ფინანსდებოდა ძირითადად უცხოეთიდან, თავისი მკვლევარები ყავდა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო არ აფინანსებს, ხო, ესეთ მნიშვნელოვან მეცნიერებებს. გააკეთა ის, რომ აი ეს დაფინანსების შეუქმნათ დიდი პრობლემა, ხო და დაგტოვა ამ ვაუჩერული წესის დაფინანსების ანაბარი, ხო? რაც გულისხმობს იმას, რომ თუ შენ რაღაცა ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას არ აირჩევ, არ მოინდომებ, რომ ის ისწავლო, რაც ბაზარზე ამ მოთხოვნადი და არა ის, რაც შენ რეალურად გაინტერესებს, მოგიწევს დარჩე ესე ხელებ გაშვერილი, ხო? იმიტომ რომ ან მაქსიმალურად ექსპლუატირებული, იმიტომ რომ ყველაფერს გაკეთება მოგიწევს საკუთარი ხარჯებით, იმ ხარჯებით, რომლებიც უამხარჯოდაც არ ყოფნის. როდესაც
ჩვენ საუბრობთ საზოგადოების ისეთ მოწყობაზე, სადაც ყველა ადამიანის და მოქალაქის როლი უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს მოქალაქეები ვართ ჩვენ ყველა, ვინც წარმოადგენთ ამ ქვეყანას, ვინც ვდგავართ აქ, ესენი არიან სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ საცხოვრებელი, არ აქვთ ხელმისაწვდომი განათლება. ესენი არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც არ თმევენ სასკოლო კვებას. ესენი არიან პენსიონერები, რომლებიც საბანკო რეგულაციებისა და საფრთხო ქსელების მსხვერპლი არიან და მშრომელი ადამიანები. თუმცა ეს პროცესი არ არის ახალი და არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და ეს არის სწორედ იმ ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, რისი შედეგიც არის დღეს ეს სისტემა. ამიტომ ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინააღმდეგობაზე, სწორედ ეს არის ჩვენთვის იმ ბრძოლის იარაღი, რითაც უნდა დაუპირისპირდეთ ამ სისტემას. და როდესაც ჩვენ დღის წესრიგში ვაყენებთ ამ სოციალურ პრობლემებს, რატომაც მოდის დამოკიდებულებები, რომ თითქოს ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. რეალურად პირიქით ჩვენ ახლა იმაზე ბევრად უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ამ პრობლემებზე, ვიდრე აქამდე საუბრობდით. მაგრამ გონია, რომ ძალიან ბევრი რაღაც რჩება და გამიწყდება ამ პროცესებში. რეალურად, როდესაც ჩვენ ვითხოვთ სტუდენტურ საცხოვრებელს, სტუდენტური საცხოვრებელი სტუდენტებისთვის პირველ რიგში არის ფიზიკური დაცვის საშუალება და ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ განათლება გახდეს ხელმისაწვდომი. რადგან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს, არც ამას გვიქმნის ვერა და არც მოლოდინი გვაქვს, რომ ამას ვინმე შეგვიქმნის. და სტუდენტური საცხოვრების არსებობა დღეს 10,000-ობით სტუდენტს და მათ ოჯახებს დაიცავს და გადაარჩენს გავალიანებისგან, დაიცავს და გადაარჩენს ამ სიღარიბისგან, გაჭირვებისგან. სტუდენტური საცხოვრების არსებობა ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სტუდენტებმა თავი არიდან იმ ექსპლუატაციურ შრომით ურთიერთობებს, რაშიც ისინი არიან ჩართულები. დღეს, როდესაც უამრავი სტუდენტი რეგიონიდან დედაქალაქში ჩამოდის სასწავლო მიზნით, დედაქალაქში ჩამოსვლისთანავე ისინი ხვდებიან, რომ მათი ეს მიგრაცია არა სასწავლო, არამედ უფრო მეტად შრომითი მიგრაცია, რადგან ისინი ერთვებიან ამ შრომით ურთიერთობებში, უწევთ საკმაოდ დაბალანაზღაურებად ადგილებში მუშაობა. ვიცით, რომ სტუდენტები დღეს ძირითადად სამოქალაქო სექტორში არიან დასაქმებულები და მათ ხარჯზე მდიდდება მხოლოდ ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოსთან არის გარიგებული. და ამიტომ სტუდენტების ყოველდღიურობა ამ ანტისოციალური საკითხებით მათთვის უბრალოდ უწევთ ყოველდღე ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაიხადონ ბინისქი და როგორ დაფარონ საკვების ხარჯები და ეს ყოველდღიური ხარჯები, რაც დღეს ჩვენ გვაწუხებს. ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ სტუდენტები ვართ უნივერსიტეტიდან გამოსახლებულები. იმიტომ რომ ხან რაღაც უნივერსიტეტი და სტუდენტი ხო ერთმანეთის გარეშე თითქოს ვერ იარსებებს და ეს არის რაღაც შეუძლებელი მოცემულობა, მაგრამ ეს ფაქტია, რომ დღეს ასე ხდება. იმიტომ რომ სტუდენტები თავიანთი ამ ყოველდღიურობის გამო ვერ ახერხებენ, რომ მთელი დღე გაატარონ უნივერსიტეტში, ვერ ახერხებენ, რომ დაეწრონ ლექცია, სემინარებს, ჩაერთონ სხვადასხვა კვლევით თუ კულტურულ აქტივობებში და შესაბამისად ის პასუხისმგებლობა, ვისაც ეს ეკისრება, ან ვერ აღიქვამს და არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორია სტუდენტების მომავალი, როგორია მათი ყოველდღიურობა და როგორია ის საცხოვრებელი და სამუშაო გარემო, რაშიც ისინი თავდღეს ატარებენ. და რაც კიდევ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს ზოგადად არსებობისთვის გვჭირდება სხვადასხვა მატერიალური საშუალებები. მათ შორის სახლი არის ერთ-ერთი უპირველესი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ჩვენს ცხოვრებას, ამავდროულად რაღაცეთ ფსიქოლოგიურ და ფსიქოემოციურ მდგომარეობასაც. ეს არ ეხება მხოლოდ სტუდენტებს, ეს ეხება დევნილებს, ეხება გამოსახლების პირას მყოფ ადამიანებს. ამიტომ ახლა სწორედ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ იმაზე, რასაც აქამდე ვსაუბრობდით. სოციალური საკითხები დღეს უნდა იდგეს დღის წესრიგში, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს სწორედ ამ საკითხების გარშემო და უნდა გაგრძელდეს იმ მოთხოვნებით, რომელიც პირველ რიგში ხალხს სჭირდება. Aku pagara chasol გავაკეთებ, სწორად აღნიშნა მარია. დაჭდა სწორად აღნიშნა მარია, მაგრამ ეს ეკონომიკური დაუცველობა და შეზღუდულობა არ არის მარტო არ გამოიხატება რაღაცა მხოლოდ მატერიალურად, ხო? აქ მოყვება ამას მთელი ემოციური სიმძიმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სულ რომ ჩვენ ლიტერატურიდან ავიღოთ მაგალითი, შოთა რუსთაველი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ
რა უნდა გჭირდებოდეს იმისათვის, რომ სრულფასოვანი მიჯნური იყო, ხო? მიჯნურსა თვალად სიკრუპე, მართებს მართვითა მზეობა, სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიხრმე და მოცალეობა, ხო? სიმდიდრე და მოცალეობა საუბარი ზედმეტია, როდესაც ახალგაზრდები დღეს ვარ და აქ ამაზე ვლაპარაკობ. აი, გვეთმევა უამრავი საშუალება. ჩვენ ვიცით, რომ აი ფილოსოფოს სჭირდება მოცალეობა. თუ მოცალეობა არ აქვს, ვერ გახდები შენ ფილოსოფოსი, იმიტომ რომ აი ესე იყო, ხო, ისტორიულადაც ადრე ფილოსოფოსები იყვნენ რაღაცა ბურჟუაზიული მდიდარი ოჯახებიდან წამოსული ადამიანები, რომელსაც იმდენი ეკონომიკური პრობლემა არ ჰქონდა. ანუ აი მთელი რიგი აი ესე ემოციური, არამატერიალური, სულიერი წარმოების საშუალებებსაც კი ყავს აი ეს ეკონომიკური სიდუქცე და გაუვალო. სულიერი მდგომარეობას უძლებელია იმ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რა ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ურთიერთობები ჩვენ ცხოვრება, ვიცით, ესეთი ევროპა, ეს ისტორიული გამოსილება, ესე მუშაობს უბრალოდ სამყარო და სხვაგვარად შეუძლებელია რაღაც ისტორიული და ობიექტური კანონები უბრალოდ ჩვენ შევცვალოთ, ხო? შესაბამისად ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ რაღაცა ისტორიული და ობიექტური კანონების ორი ანალიზი და შემდგომში მისი გადათარგმნა ისეთი ტიპის პოლიტიკური ინტერესებში, რა პოლიტიკური ინტერესები თითოეულ ჩვენგანს აქ ვიწვართ შეკრებილი გვაქვს. კიდევ ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა და ამით გავამყარო, თუნდაც ის ჩვენი საუბარი, რასაც საუბრობთ, ხო? აი ამ ეკონომიკური მოხმობის და ეკონომიკური ასე ვთქვათ სიძლიერის მნიშვნელობა, ხო, ჩვენი რაღაცა პოლიტიკური მიზნების მისწავლის პროცესში რატო არის ამდენ მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ ჩვენ ამ პროცესში რასაც ვხედავთ, რომ ივანიშვილის მთავრობა და ქართული ოცნება აქვს რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტი უკვე ჩვენთვის შემოთავაზებული. და რა არის ეს ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტი, ხო, დღეს? მაგალითად ის გვპირდება, რომ მაგალითად საქართველოს უნდა გადაიქცეს რაღაცა ლოჯისტიკურ სივრცეთ, სადაც ჩინეთიდან წამოსული იმპორტული საქონელი რაღაცა დერეფნით წავა, ასე ვთქვათ, სავაჭროდ ევროპისკენ, ხო? ამავდროულად ვპირდება და გვიანოსებს სრულებით ახალ ენერგო პროექტებს, ეს იქნება ჰესები, ეს იქნება ჩვენი ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება ინდუსტრიულ ქალაქებში, სადაც ინდუსტრიული მუშათა კლასი არის გამაგრებული და ამ ინდუსტრიულ მუშათა კლასს მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვს, რომელიც ამავდროულად ადმენ იპოვონ საკუთარი თავი ამ პროცესებში და ამისთვის არის ეს ეკონომიკური მოთხოვნების მნიშვნელოვანი. ანუ ვისაც დაემუქრება მომავალში ივანიშვილი აუცილებლად. ამავდროულად რას ვთავაზობ, მაგალითად ნახეთ რამდენიმე დღის წინ სრულებით რაღაც ახალი დეველოპერული არაბეთთან წამოსული სრულებით ახალი დეველოპერული პროექტების ინვესტიციები, ხო, სადაც გვეუბნება, რომ ანუ არ ვიცი, ამ ქალაქს შენობები გადაჭედავს, მაგრამ ამ შენობებში ჩვეულებრივ უბრალო მშრომელ ადამიანებს სახლები არ ექნებათ უბრალოდ, ხო? ანუ მას უკვე შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტი აქვს. ამ პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტით არის ის ხელისუფლებაში მოსული და მომავალში ამას უკვე გვიანოსებს და გვაჩვენებს თითოეულ ჩვენს. ამიტომაც ჩვენ სწორედ აი ამ და რას გადის ეს ეკონომიკური პროექტი, ხო? გადის თითოეული ჩვენგანის მდგომარეობა. ჩვენ თითოეული ჩვენგანის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ხო? ჩვენი საერთო ეროვნული რესურსებისა და სიკეთეების ასე ვთქვათ ქვეყნის გატანაზე და მის რაღაცა ერთი მუჭა ხალხის ხელში კონცენტრაციაზე. გადის ამავდროულად იმ დეველოპერების ინტერესებზე, რომლებიც აქ უამრავ ასე ვთქვათ კორპუსებს ჩაგვიგამენ და ჩვენ როგორც ურბანულად, ასევე სოციალურად გაგვანადგურებენ და ასე შემდეგ. ამიტომაც, როდესაც ხედავთ უკვე ასეთი ტიპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროექტს, ხო? მნიშვნელოვანია, რომ ამ ასეთი ტიპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროექტს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მოთხოვნები შევახვედროთ. და ეს პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნები ერთმანეთს არათუ ან ასე ვთქვათ უპირისპირდება, არამედ პირიქით აძლია, ასე მეტიც. პოლიტიკური და სამართლებრივი წესრიგის მიღება, რომელიც უნდა იყოს დაფუძნებული თანასწორობის იდეაზე, ხო? პირველ რიგში მისი მიღწევის გზა, კონკრეტული გზა გადის ეკონომიკურ წინააღმდეგობაზე. აი ეს ეკონომიკური წინააღმდეგობა არის საშუალება და შესაძლებლობა იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს არა მარტო აქ, არამედ მომავალში შექმნათ ისეთი ტიპის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რა საზოგადოებრივ ურთიერთობებში თითოეულ ჩვენგანს შეგვეძლება პოლიტიკური მიზნით მათ შორის გაფიცვა, პოლიტიკური მიზნების მიღწევა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ საუბრობთ რაღაც უფრო ინტენსიურ, უფრო ძლიერ დემოკრატიულ პროცესზე.
ანუ ჩვენ სასახად შეუძლია ვთქვათ, რომ ცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც სამეცნიერო ტერმინი რო გამოვიყენოთ, ეს არის დაბალი ინტენსივობის დემოკრატიული პროცესი. და რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს იმას, რომ დაბალი დემოკრატიის ინტენსივობის პროცესში საზოგადოება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში მხოლოდ ჩართული არის პასიური მოქალაქის განუსახელებლად, ხო? ის რაღაცა 4 წელიწადში ერთხელ აფიქსირებს საკუთარ აზრს, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ის ყოველდღიურად დღის წესრიგში არ აყენებს სოციალურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს. ამიტომაც დღეს როდესაც ვხედავ, რომ არსებობს ამ ქვეყანაში ისეთი ტიპის საზოგადოებრივი კმაყოფილება, რომელიც ჩვენი განმოსახელებიდან ყოველშაბათში პირველ რიგში დაკავშირებულია იმ სახალხო სამომავლო სიკეთესად, რაც უბრალოდ შრომელი ადამიანის ცნობიერებაში წარმოდგენილი არის ევროპული სახელმწიფო და ეს ევროპული სახელმწიფო ამ ხალხის ცნობიერებაში წარმოდგენილია როგორც სოციალურად და ეკონომიკურად ასე ვთქვათ, ასული და გაძლიერებული სახელმწიფო, ხო? მაშინ ამ შემთხვევაში მათ კონკრეტულად აი ეხლა ამ ცვლილების პროცესში უნდა გქონდეთ ხედვა და შეთავაზება იმისა, რომ მომავალში აი ეს პროცესი იქნება ისაც მას მოუდას და არა მხოლოდ ისეთი ტიპის გაერთიანებები, რა გაერთიანებებით სამომავლოდ მაგალითად რაღაცა დასავლური ბიუროკრატიების გადასაწყვეტი იქნება. არა, ელენა. ანუ ეს პროცესი და ეს სიკეთეები, რომელიც იდეოლოგიურად ჩვენგან სჭირდება, არის აქ და ამჟამად მოსათხოვი და შესაბამისად თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განცდა და ფიქრი იმის, რომ ცვლილებები გვჭირდება. და ამიტომაც თუ ჩვენ აი ამ პოლიტიკური სამართლების ცვლილებების მოთხოვნაში შევიდათ კონკრეტიკას, შევიდათ ხელშესახებ მოთხოვნებს, რომელიც გააგებინებს და დააფიქრებს საზოგადოებას, რომ ამ პროცესში არის ამავდროულად კიდეული მათგანის ინტერესი, მაგრამ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს და რაც თავარია. ანუ ჩვენ კიდევ ჩვენგან შეიძლება აქ თქვენი უმრავლესობა რეგიონებიდან წინსა, ხო? ანუ როდესაც ჩვენ რეგიონში ჩავდივართ, შეგვიძლია დავაკვირდეთ იქ არსებულ სოციალურ ორგანიზებასა და სოციალურ ურთიერთობებს, ხო? ანუ რეალურად ჩვენ გვინდა, რომ აი ამ რეგიონებს ხმარ, შორის აი აქ სადაც გავართ, ხო? პირველი არქის ართან წარმოებული წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი მოტივი, ხო, არის რომ რეგიონებში ხმა გააგონო. ხო, ჩვენი ხმა გაიგონო, ხო? არის ის, რომ ამ ხალხს პირველ რიგში უნდა უთხრათ ის, რომ აი აქ მათ ინტერესების აქვს და რეგიონებში არსებული სოციალური მდგომარეობები არის კიდევ უფრო მეტად რთული და გაუსაზრესი, ვიდრე მაგალითად დედაქალაქში, რა. და მათთვის ეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო მეტად გასაგები ხდება. უფრო მეტად გასაგები ხდება, სადაც სოფელში მცხოვრები ბებიისთვის, ბაბუისთვის და ახალგაზრდისთვის, თუ მათო არის მათი ინტერესი აქ გათვალისწინებული, მათი ინტერესი დასული. იმიტომ რომ ის მხოლოდ რაღაცა აი ამ პროტესტის ზედაპირს ხედავ, ხო? ის ვერ არის ფიზიკურად ჩართული ამ პროტესტში მონაწილე სოციალური ჯგუფების ლანდშაფტის დაკვირვებაში, ხედვაში თუ ვინ არიან ესენი, რა პრობლემები ასოცებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც როდესაც პროცესს მიეცემა კონკრეტული ეკონომიკური მოთხოვნები, რომელიც იქნება გზა ჩვენი პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნისთვის, ხო? მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის გზა იმისთვის, რომ ახლა და ამჟამად ჩვენ მოვაკეთოთ ამ ცვლილებების მიღება, რომელიც სჭირდება და ამავდროულად დაუპირისპირდეთ მომავალში ისეთი ტიპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროექტებსა და შემოთავაზებებს, რომელიც ამ ქვეყანაში არსებულ ანტისოციალურ და ანტისახალხო პოლიტიკურ ხაზს აუცილებლად ექნება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ და კიდევ ერთხელ განმეორდებით, რომ ეს პოლიტიკური და ასე ვთქვათ, სამართლებრივი ზედაში ჭირდება აუცილებლად ეკონომიკური ბაზისი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გაძლიერებული იმ ეკონომიკური მოთხოვნებით, რასაც უნდა მაისის სტუდენტური მოძრაობა დღეს წესრიგში ვაყენებთ. და ეს არის საერთო სტუდენტური საცხოვრებელი სტიპენდიების გაზის და საცხოვრებელი ხელფასამდე და უფასო განათლების. მაშინ მალე უნდა დავასრულოთ და ცოტა ახმადი რო იყო ჩვენი საუბარი, ესეთი არ შეგვიძლია რა მონოლოგურ რეჟიმში რო გადავჭეთ რაღაცების კაპიობისთვის დავაზუსტებ და დავსვამ ესე შეკითხვას, ხო? ხო, ჩვენ რახან არ გვაქვს ესეთი ადამიანი, რომელიც მეკითხება მონოლოგურად რო არ დავჭეთ ანუ ხო, მოკლედ ჩვენ ვამბობთ ესეთ რაღაცას, რომ აი ეს ეკონომიკური მოთხოვნები უნდა შეემატოს პროცესს, ხო? თავისთავად აქ იგულისხმება, რომ ამან რაღაცა უნდა შეეძინოს, მოდეს რაღაცა ხილვადი, მატერიალური
რაღაცა შეგულიანებაც კი შეიძლება ეს იყოს. როგორ წარმოგვიდგენია, ხო, როგორ ხედავთ ჩვენი მოძრაობა, თუ პროტესტი შეიძენს ამ ეკონომიკურ მოთხოვნებს, რა ბერკეტები გადმოდის ჩვენ ხელში, რა წინააღმდეგობების ხერხები შეიძლება ამან შეგრძინოს, ან შეიძლება თუ არა რაღაცნაირად გაამრავალფეროვნოს და უფრო ძლიერი და ესეთი მასშტაბური დინება მისცეს პროცესს. როგორ წარმოგიდგენია, როგორი არის ჩვენი ხედვა ამ დროს, თუ პროცესს ემატება ეკონომიკური მოთხოვნები, რა ხდება ამ დროს, როგორ იცვლება დინება და დინების ძალა. ესე შეგვიძლია. ხო, ანუ აქ არა მარტო საზოგადოებრივი რაღაცა მრავალფეროვნების ძალა იზრდება, ამავდროულად ჩვენი დაპირისპირების სუბიექტის ასე ვთქვათ მოქმედებებიც იცვლება ამავდროულად, ხო? რომელსაც აქვს საკმაოდ ანუ ცხოვრად, ხო, ანუ წლების განმავლობაში იმუშავეს ამ პროპაგანდაზე, რასაც ჩვენ გვასაგებენ, ხო, ეს რაღაცა მაიდანის საკითხები და ასე შემდეგ, ხო, ანუ ასაკა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა ჩახედული ადამიანები ვთქვათ, რომ ეს რაღაცა სცენარიული იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ აქ სტრუქტურულად საერთოდ სხვანაირად არის პროტესტის შემადგენლობა, პროტესტი და ასე შემდეგ რა. ამიტომაც მაგრამ რა არის თავი, ხო, ანუ მაქსიმალურად ვფიქრობ, რომ აი ამ სცენართან ესთეტიკის დონეზე და ანუ ესთეტიკის დონეზე მაქსიმალურად პოზიციის არის, ვფიქრობ, რომ აი ამ სცენარ დაამტკიცოს, რომელიც რეალურად ჩვენს ქუჩებში არ არსებობს. ან ჩვენს ქუჩებში არსებობს კონკრეტული წინააღმდეგობის ფორმები და ფორმებში ამ შემთხვევაში უბრალოდ საჯარო მამადლა ვერ არის არტიკულირებს, რა, ვერ არტიკულირებს, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად თავაზე როდესაც ვაკვირდებით ხალხს, იქ ვხედავთ მაგალითად წინ ბარიკადების წინ ვინ დგას, ხო? ესენი არიან ძირითადად ახალგაზრდები, არა მარტო ახალგაზრდების, მაგრამ ძირითადად ახალგაზრდები, ხო? რომლებიც რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდების ყოფა არის ზედმეტი აღწერები, ხო? ისინი აწდებიან მთელ რიგ ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებს ჩვენს ქვეყანაში. ან დღეს ასახა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების, არა მარტო ქართული ოცნების, ხო, წინა ხელისუფლებას და ასე შემდეგ. მაგრამ რადგან ეს ხელისუფლებაში ეს პარტია არის, ქართული ოცნებას თავისი არსებობის განმავლობაში კი სტუდენტების ახალგაზრდებისთვის ანუ არაფერი არ შეუთავაზებია. გარდა ასე ვთქვათ, დაბალი ანაზღაურებებისა, გარდა სამუშაო ადგილზე ექსპლუატაციისა, გარდა უსახსრობისა, გარდა ასე ვთქვათ, უსახკარობისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოვიყენოთ ის ისტორიული პრაქტიკებიც, რომელიც ევროპაში არსებობს და არა მარტო ევროპაში, არამედ ჩვენი გამოცდილებების როგორიც გვაქვს. ჩვენ დავინახეთ და უყურეთ პროცესს, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური შინაარსით ვიგნებდა, პოლიტიკური ცვლილებების შინაარსით ვიგნებდა, ხო? რომელსაც ჯერ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აქ საუბრები არის, მაგრამ კაფიოდ არ გამოუკვეთავს საკუთარი თავი, როგორც კონკრეტული კლასის წარმომადგენელი, რომელსაც ეს კლასობრივი ინტერესი აქვს, ეს კლასობრივი ინტერესი ამ პროცესში უნდა იყოს აუცილებლად ჩართული. ამიტომაც თუ ჩვენ ახერხებთ იმას, რომ შემოგვაქვს მაგალითად დღესასწაულში დევნილი საკითხი, თუ შემოგვაქვს დღესასწაულში სტუდენტის საკითხი და ასე შემდეგ, ანუ ამ ქვეყანაში ყველაზე სოციალურ-ეკონომიკურად ჩაგრული ჯგუფების ინტერესი, რომელთა პირველ რიგში მათ ინტერესი არის პოლიტიკური ცვლილება, ხო? მაშინ ამ შემთხვევაში თქმა უნდა, თეორიულად და პრაქტიკულად ეს ნაკადები და მაშინ ინტეგრების ნაკადები არის სრულებით შეცვლილი და ამავდროულად რაც ყველაზე მთავარია. ან დღევანდელი ხელისუფლება ეკონომიკურ და სოციალურ მოთხოვნებათა ყველაზე დაუცველები არის. დაუცველები არიან იმ თვალსაზრისით, რომ მათ უბრალოდ არ აქვს არც ან პრაქტიკულად განაკეთები არაფერი იმისთვის, რომ ვიტყვათ, რომ მაგალითად აი წლების წინ ეს გავაკეთეთ და ამავდროულად არც აქვს სამომავლო პროექტი თუ როგორ შეიძლება მაგალითად ამ სოციალური პროექტების განხორციელების მექანიზმები გაჩვენოს. ანუ შესაბამისად, ანუ დისკურსულად უბრალოდ ისინი ანუ ამ პროცესში ხო ცნობის აგებული პოზიციაში უბრალოდ გომარებოდი რა არის თავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში დღის წესრიგს ასე ვთქვათ, ჯენსაღებ კიდევ უფრო მეტად ვაღრმავებთ და ამავდროულად ჩვენ ხელისუფლებას ვაყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მას უწევს გარკვეული თვალსაზრისით თავდაცვითი პოზიციებში იყოს, ხო? იყოს იმიტომ, რომ ის გამოდის და საუბრობს, რომ ის არის რაღაცა სახალხო პარტია, ხო? რაღაცა სახალხო ინტერესების მატარებელი პოლიტიკური ჯგუფი. როდესაც ჩვენ აი ამ სახალხო წინააღმდეგობაში შევიდანთ პოლიტიკურ ცვლილებასთან ერთად იმ ეკონომიკურ ინტერესებს, რომელიც აი ამ სახალხო, ასე ვთქვათ, ამ ხალხს სჭირდება, მაშინ ამ შემთხვევაში ფუნდამენტურად, ასე ვთქვათ, იცვლება, ხო? პოლიტიკური ლანდშაფტი, ეკონომიკური ლანდშაფტი და რაც თავარია.
თავარი არის რომ არა მარტო ხელისუფლებას უწევს ამაზე ყურის გდება, არამედ უწევს მაგალითად ოპოზიციასაც, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არ არის, ხო? რომელსაც უნდა რომ იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არჩევნების შემდგომაც, როდესაც ჩვენ მივიღებთ რადიკალურად განსხვავებული ძალაუფლების გადანაწილების კონფიგურაცია. ამ კონფიგურაციაში შემდგომში, როდესაც უკვე მისი მიღწევის გზაზე ჩვენ მოვახერხეთ, რომ ისეთი ტიპის დისკურსი შევიტანოთ, მოთხოვნები დავაყენოთ, უბრალოდ გინდება საზოგადოებრივი თანხმობა, რა თანხმობის განხორციელებაც სრულებით ჩვენთვის მიუღებელ და არასიმპათიურ პოლიტიკურ კლასს მაინც უწევს. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი ამ პროცესში, ხო? და ამიტომაც თვლით ჩვენ და ამიტომაც საუბრობთ ყველაზე მეც ამ ნაწილზე, რომ სრულებით უერთებით სამართლისა და პოლიტიკის მოთხოვნას, მაგრამ ამის მიღწევის გზად და აი ამ პროცესში მონაწილე სოციალური კლასის და ეკონომიკური კლასის ინტერესები კიდევ უფრო ასე კონკრეტულად და კაფეოდ უნდა გამოვიყენოს რა. და რაც ყველაზე მთავარია. ამ რეხანაში და ამ კონკრეტულად ქართულის ნებაზე ივანიშვილის აპიო ჯერ კიდევ არ ნახავს სოციალურ ნიადაგზე წარმოებული და სოციალურ-ეკონომიკურ ნიადაგზე წარმოებული პროტესტი. ან პროტესტი, რომელიც დღის წესრიგში, აი ათასობით ადამიანი დღის წესრიგში აყენებს სოციალურ მოთხოვნას. ეს ჯერ არ უნდა, მან არ იცის როგორ უნდა მოიქცეს. მაგრამ იცის ამ პროცესს მაგალითად როგორ უნდა გაუმკლავდეს, ხო? როგორ უნდა აწარმოოს პროპაგანდა, როგორი ტაქტიკა უნდა ქონდეს ქუჩაში და არა მარტო ქუჩაში და ასე შემდეგ. მაგრამ მას ჯერ კიდევ არ იცის თუ რა არის სოციალური მოთხოვნა, ჯერ არ იცის რა არის სოციალური უკმაყოფილების ნიადაგზე აღმოცენებული წინააღმდეგობა და შესაბამისად თვლით ჩვენ, რომ ანუ ეს გამოცდილება მან უნდა ნახოს და აი ამ თუნდაც მისი გამოცდილების პროცესში თუ საზოგადოებაში და ეს საკმაოდ ჩვენი მხრიდან საკმაოდ თანმიმდევრული პროცესი იქნება დაგეგმილი და განხორციელებული, როგორც მოთხოვნების საკით, ამავდროულად ჩვენი წინააღმდეგობის პრაქტიკული ფორმების თვალსაზრისით, მაშინ მას მოუწევს როგორც ჩვენი ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილება და ამავდროულად მოუწევს პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. გავასრულოთ, ხო, გავასრულოთ რა. ეს არის ვიქვეს გესაუბრებად ვართ მაისის სტუდენტური მოძრაობა, რომელიც 3 წელია არსებობს. დღეს საუბრობთ ეკონომიკური წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე, პოლიტიკურ წინააღმდეგობაზე. სოლიდარობა ყველა დაკავებულს, თავისუფლება დაკავებულებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს, საცხოვრებელი სტუდენტებს, საცხოვრებელი ხალხს.